არაფიქსირებული ძუძუ ყოველთვის უფრო ბუნებრივია. ზოგი რადიკალურად მეუბნება, რომ მე მინდა მარტო მოტივას იმპლანტი. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არის მრგვალი იმპლანტი და ვერტიკალურ მდგომარეობაში, როცა ჩვენ ამას დავიჭერთ, აი ძირითადი მასა გროვდება ქვედა ნაწილში. ეს არის მაქსიმალური ბუნებრივი ეფექტი. შეიძლება პატარა რაღაცა კონდეს გაკეთებული, მაგრამ იმდენად კმაყოფილია, იმდენად მოსწონს, რომ საერთოდ გვეუბნება, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მრგვალი იმპლანტის აი ესეთ სივრცეში დატრიალებას თვალი ვერ გრძნობს, ანუ ფორმას არ ცulis. აი ამას ველოდებოდით ჩვენ დიდი ხანი. აი ეს არ არის ნორმა. მოგესალმებით, მე ვარ თაკო კალანდაძე. თქვენ უყურებთ Surgeon Talks-ის მეორე გადაცემას. გადაცემის წარმოდგენია კომპანია STMed, მოტივას იმპლანტების ექსკლუზიური შემომტანი საქართველოში. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარია მედიცინის დოქტორი და პლასტიკური ქირურგი საშა კალანტაროვი. მოგესალმებით ბატონო საშა. მოგესალმებით თაკო, დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურებით თქვენ მინდა გითხრათ. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს არის ნამდვილი ამბავი. მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონო საშა, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და მოგილოცოთ, როგორც ვიცი, ლოკაცია შეიცვალეთ და საკუთარ კლინიკაში გადახვედით. ძალიან სასიამოვნო ამბავია ეს. რომ გაგვიზიაროთ, სად გადახვედით ტერიტორიულად. ჩვენ ისევ და ისევ ვართ დიღომში. ახალი ლოკაცია არის გივიჟვანიას 4 ნომერი კალანტაროვის კლინიკა. ძალიან მაგარი ამბავია. გაითვალისწინეთ, სად უნდა მიხვიდეთ. მოდი გადავიდეთ კითხვებზე. დღეს ვისაუბრებთ უშუალოდ მამოპლასტიკაზე, მკერდის აუგმენტაციაზე, გადიდებაზე, ძირითადად. რამდენი წელი ამ პროფესიით მოღვაწეობთ და როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში საქართველოში აი მამოპლასტიკის რაოდენობა, როგორი გაზრდილია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თემაა ეს, მე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დღეს არის აქტუალური, პოპულარული და ბევრი მითი არსებობს ამის გარშემო და ძალიან სიამოვნებს, რომ მიწევს ამ თემაზე ლაპარაკი თქვენთან ერთად. პირველი, მე პირადად საშუალოდ 35 წლიანი გამოცდილება მაქვს პლასტიკურ ქირურგიაში და კიდე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონკრეტულად ვიწყებდით ჩვენ მამოპლასტიკით საქართველოში, მანამდე არავის არ გაუკეთებია იმპლანტები საქართველოში, ჩვენ მაშინ მუშაობდით სხვა კლინიკაში, სხვა სტაფით, მაგრამ ჩვენ პირველებმა საქართველოში დავიწყეთ ეს ამბავი. მე პირადად მიწევდა ჩასვლა მოსკოვში, იმპლანტების ჩამოტანა, ეს არ იყო არც დისტრიბუცია მისი, არც კომპანიები არ არსებობდა. მეგობრულად ვისაც ვიცნობდი მოსკოვში, ისინი მეხმარებოდნენ, აქაური ბიჭები მეხმარებოდნენ, მოკლედ ეს ავაწყეთ ეს ჩვენ პირველად და პირველი ძუძუს იმპლანტაცია, ეხლა ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ გაკეთდა. პაციენტი იყო ჩვენი კოლეგა, ხო იცით, ექიმებს უყვარს რისკი და ეგრეთ წოდებული გარისკა გოგომდა გაიკეთა იმპლანტი და იყო, შოკი შედეგი, რა თქმა უნდა. რამდენი წლის იყო თან ეს პაციენტი? პაციენტი მაშინ იყო სადღაც 30 წლამდე, აი ახალგაზრდა ქალბატონი იყო. იმდენად მართლა საოცარი შედეგი იყო, იმიტომ რომ მანამდე სხვა მეთოდები იყო გამოყენებული ძუძუს გადიდებისთვის და რა თქმა უნდა არც ჩვენ ექიმები და არც პაციენტები ვერ იქნებოდნენ ესე კმაყოფილნი, ანუ იმპლანტმა შემოიტანა ახალი ერა საერთოდ მამოპლასტიკაში. დღეს იმპლანტის გარეშე პრაქტიკულად კეთდება მარტო ურთულესი ძუძუს რეკონსტრუქციები მასტექტომიის დროს, იქაც ხანდახან ვიყენებთ იმპლანტს მოცულობის აღსადგენად. ანუ ეს არის ძალიან მაგარი საშუალება მამოპლასტიკისთვის და ძუძუს გალამაზებისთვის. დღეს არსებობს რაღაცა ალტერნატივები, არსებობს ეგრეთ წოდებული საკუთარი ცხიმის გადანერგვა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ის ვერ ცulis მაინც და მაინც იმპლანტს და შედეგზე თუ ლაპარაკობთ ჩვენ.
ძალიან საინტერესო ისტორია აქვს იმპლანტებს, ძალიან საინტერესო. დღეს მსოფლიო აღარ არის მედიცინას გულისხმობთ და იმპლანტებს, ისე გაყოფილი ამერიკის ტერიტორია და ევროპის ტერიტორია. და ადრე იყო სასწაული გაყოფა, მე ვიყავი ახალგაზრდა მაშინ და როცა დავდიოდით მაგ საერთაშორისო კონფერენციებზე, სულ მიკვირდა, რატო ვერ მოიძებნა ეს საერთო ენა ან იმპლანტების რეკომენდაციებში, ჩვენებებში და ასე შემდეგ. ამერიკის ტერიტორიაზე ძირითადად იყენებდნენ პრიალა ზედაპირით ფიზიოლოგიური ხსნარით შევსებულ იმპლანტს. რაც ჩემთვის იყო სასწაული, როცა ევროპაში ყველაფრის ყიდვა და ყველაფრის გამოყენების უფლება ჰქონდა ექიმებს. სათანადოდ პრიალა ზედაპირი, ტექსტურირებული ზედაპირი, ფიზიოლოგიურით შევსებული ან სილიკონის გელით შევსებული, ყველანაირი საშუალება ევროპაში არსებობდა. ამერიკაში იყო სასწაული რეგულაციები, იყო იქ მთელი სასამართლო პროცესები, 1-20 წელი დაჭირდა, რომ გამოფხიზლდა იქაური საზოგადოება და მიიღეს დღეს იგივე რეგულაციები, რაც ევროპაში არსებობს. რატო ყვები მე ამას? იმიტომ რომ რეალურად ევროპაში დაგროვდა უფრო მეტი გამოცდილება აი ამ სხვადასხვა ტიპის იმპლანტების გამოყენების დროს, ვიდრე ამერიკაში. დღეს ჩვეულებრივი მომენტია, საერთოდ მედიცინა არ არის დოგმა, ანუ რამე სტანდარტული, ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტი მედიცინაში მოქმედებს გარკვეული პერიოდი. მერე ხდება ახალი გამოცდილების გაანალიზება, იცვლება ეს სტანდარტები, სხვა რაღაცა იკავებს მაგ ოქროს სტანდარტების დროს და ეგრე მიდის ცირკულაცია სპირალივით. და ეს ჭორი არ არის და ხუმრობა არ არის, რომ ვიძახით, რომ რუსულად არის ეს новая это хорошо забытая старая. ეგრე იძახიან და ნამდვილად ეგრეა. ვითარდება ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება აი ამ იმპლანტის ზედაპირის ძალიან საინტერესო ამბავია ეს. ანუ ადრე ამერიკა იყენებდა მარტო პრიალა ზედაპირის იმპლანტებს, ევროპაში ყველანაირს. სათანადოდ არასოდეს არ არსებობს, რატო ვლაპარაკობდით დოგმაზე. და ბოდიშს რა გაწყვეტინებთ, ანუ რატო ცვლიდა ამერიკა, რომ ეს პრიალა ზედაპირი უნდა ყოფილიყო მაინც და მაინც? გეტყვით. ამერიკაში იყო ანუ შეზღუდვა სილიკონის შევსებული იმპლანტებზე. ანუ და სილიკონის შევსებული იმპლანტები შეიძლება იყოს როგორც ტექსტურირებული, ისევე პრიალა ზედაპირის. სათანადოდ ამერიკაში იყენებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიურით გაბერილ იმპლანტს და ფიზიოლოგიურით გაბერილი იმპლანტი ქარხნულ შეფუთვაში მოდის ელემენტარულად როგორც სილიკონის პარკი, ცარიელია. და აი ამ პარკის ტექნოლოგიური მომზადება შესაძლებელია მარტო პრიალა ზედაპირის. ის ივსება ფიზიოლოგიური ხსნარით მხოლოდ და მხოლოდ საოპერაციო მაგიდაზე. იყო სპეციალური ნემსი, იმით ივსებოდა მაგალითად, გინდ 200-მდე შეავსე, გინდ 250-მდე შეავსე, ნახულობდა ექიმი ადგილზე თვალით. და რამდენად სანდო იყო მერე ეს და გამართლებული მეთოდი? რა თქმა უნდა, თავის დროზე იყო ძალიან კარგი სანდო, სანამ არ გამოვიდა სილიკონით სავსე იმპლანტები. იმიტომ რომ პირველი ის სარქველი, საიდანაც შედის ეს ფიზიოლოგიური ხსნარი, ხშირად ზიანდებოდა და ლიქიჯი ეგრეთ წოდებული გაჟონვა ხდებოდა მაგ ფიზიოლოგიური ხსნარი და სათანადოდ მოცულობას ნელ-ნელა კარგავდა ეს იმპლანტი, ან გასკდომის და კაფსულის დაზიანების დროს ხდებოდა ერთმომენტიანი დაცლა. სათანადოდ აი იმ პრივილეგიები იმ სილიკონით ზუსტად ის არის, რომ მიუხედავად პატარა კაფსულის დაზიანების, იმპლანტი ინარჩუნებს თავის მოცულობას და პაციენტი ვერ გრძნობს და საერთოდ არანაირი სიმპტომი არ არის, თუ არსებობს პატარა ზომის დაზიანება, ლიქიჯი, ანუ გაჟონვა არ ხდება და ინარჩუნებს ზომას, ფორმას და
ყველაფერს. ანუ იყო პრიალა ფიზიოლოგიური ხსნარით გავსებული იმპლანტები, ერთი რადიკალიზმი და მეორე რადიკალიზმი იყო მაკროტექსტურირებული სილიკონის იმპლანტები შევსებული სილიკონის გელით. თან იყო რაღაცა პერიოდი მედიცინაში, ტექნოლოგიაში, როცა ითვლებოდა, რომ აი სილიკონის გელი შეიძლება იყოს უფრო soft-ი, ანუ რბილი, ნაკლებად რბილი და მაგარი კონსისტენციის. ესეც დღეს არ არის ეგრე. ჩვენ მივხვდით, რომ მე მგონი ყველა პლასტიკური ქირურგი, ვისაც ჰქონდა მაგის გამოცდილება, ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ აი ესეთი რადიკალური მთლად პრიალა იმპლანტი ან მაკროტექსტურირებული იმპლანტი მით უმეტეს მაგარი გელით, არც ერთი, არც მეორე ვერ იქნება ის იდეალური გამოსავალი, რაც ჩვენ გვინდოდა, რასაც ვეძებდით ჩვენ. რა მოხდა? მოხდა, ზუსტად მოტივამ გააკეთა ის, რომ მოხდა ამათი კომბინაცია, ეგრეთ წოდებული მიკროტექსტურირებული ზედაპირი. ანუ აი ეს ზედაპირი არც ტექსტურირებულია რეალურად და არც პრიალა არის. არსებობს რაღაცა საშუალო ზედაპირი, ხო, რომელიც თან არც ფიქსირდება ქსოვილში, ნაკლებად იწვევს კაფსულარულ კონტრაქტურას, ვიდრე მაგალითად პრიალა ზედაპირი და მოძრაობს. ანუ ის დადებითი მხარეები ორივე რადიკალურად განსხვავებული იმპლანტების ითავსებს ახლა ეს ზედაპირი. თქვენ გიჭირებთ ახლა ხელში ერგონომიქსი და მე მაქვს მრგვალი იმპლანტი. რომელს უფრო ხშირად იყენებთ თქვენ და ზოგადად მოტივას შესახებ, აი რას ფიქრობთ ორიოდე სიტყვით რო გითხრათ? რეკლამაში არ ჩამეთვალოს და არც ჩემ საქმიანობაში საქართველოში პირველად ერგონომიქსი გავაკეთეთ ჩვენ. ძალიან მაგარი ამბავია. მოტივამ შემოიტანა ჩვენ ძალიან, აი როგორ გითხრათ, ქირურგი ელოდება იმ ინოვაციას, იმიტომ რომ ქირურგი ვერ გააკეთებს ან ვერ შექმნის ახალ იმპლანტს, ხო, ჩვენ ვიყენებთ იმას, რაც არსებობს მარკეტში, რაც არის შემოთავაზება. მაგრამ ჩვენ აი დიდი სიყვარულით ველოდებით სიახლეებს, მით უმეტეს როცა ეს სიახლე მოლოდინში გვაქვს, ხო? აი ამას ველოდებოდით ჩვენ დიდი ხანი. და როგორც კი საქართველოში შემოვიდა, პირველებმა ჩვენ უთხარით რომ მოგვიტანეთ ამ კომპანიას, მოგვიტანეს და პირველი გამოყენეთ. სასწაულად კარგი, აი ხელში რო დაიჭერთ, ხო? მეც ეგ იმპლანტი მაქვს. ხო, ვიცი. სასწაულად კარგი შეგრძნებები გვაქვს, აი ხელით რო ვისინჯავთ მაგ იმპლანტს. მე ვერ გეტყვი თქვენ როგორც გრძნობთ, ეს თქვენ უნდა მოყვეთ ეს ყველაფერი როგორც ხო პაციენტმა, მაგრამ ქირურგები ჩვენ ძალიან, აი მე ძალიან მომწონს მაგალითად ეს იმპლანტი ხელის მოკიდებით და დანარჩენი იმ რა ქვია პირობებით და თავისებურებით, რაც აქვს თვითონ კომპანიას ამის შესახებ მოყოლილი და ალბათ დამტკიცებულიც კიდე. კი ბატონო, რა სხვაობა და რატომ ერგონომიქსი და უფრო მეტად რატომ ირჩევენ ერგონომიქსის იმპლანტებს? გეტყვით, ძალიან ესეც ცხოვრებამ მოიტანა ეს მომენტი. ადრე როცა ჩვენ გქონდა რადიკალურად განსხვავებული, ანუ ფორმა, ხო? მრგვალი და ანატომიური იმპლანტი. სხვა არაფერი არ იყო. უბრალოდ თითო ანატომიურებში იყო სხვადასხვა კატეგორიები, მაგრამ მაინც ანატომიური ფორმა ჰქონდა და იგივე მრგვალებში იყო დაბალი პროექციით, საშუალო პროექციის, ძალიან მაღალი პროექციის და ასე შემდეგ. აქაც იყო სულ ესეთი კითხვა, ანუ ჩვენ ვიკითხებოდით ხოლმე და დღემდე ვეკითხებით პაციენტს პრეფერენსი თქვენ, ანუ რომელს აირჩევთ უფრო, მრგვალს თუ ანატომიურს. და მე მიუხედავთ იმისა, რომ 1 საათი ხოლმე საუბრობდით თავისებურებებზე და პლუსებზე და მინუსებზე, მაინც
საბოლოოდ პაციენტს ჭირდებოდა 1 კვირა, 2 კვირა ხანდახან 1 თვე სანამ მიიღებდა გადაწყვეტილებას მრგვალი უნდა თუ ანატომიური უნდა. იმიტომ რომ იმასაც აქვს პლუსები და ამასაც აქვს პლუსები და ეხლა ძალიან მარტივად ვეუბნები რომ თუ თქვენ არიცით, ხო, რომელი გინდა ზუსტად, მაშინ აირჩიეთ მოტივა. ეს კონკრეტულად ეს ერგონომიქსი. ისედაც როგორც ჩვეულებრივად სხეული, ხო? არაბუნებრივი სხეული. ეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არის მრგვალი იმპლანტი და ვერტიკალურ მდგომარეობაში, როცა ჩვენ ამას დავიჭერთ, აი ძირითადი მასა გროვდება ქვედა ნაწილში. ეს არის მაქსიმალური ბუნებრივი ეფექტი. იგივეა, რაც თქვა თქვენ ცელოფანის პარკში ჩაასხათ ის ფიზიოლოგიური ხსნალი, უბრალოდ არის გელი. ანუ გელი გახდა მაქსიმალურად რბილი. კი, ერგონომიკს უფრო რბილი გელი. კი, უფრო რბილი, უფრო გავს წყალს, ეგრე რომ ვთქვათ, თავისი ფიზიოლოგიური მახასიათებლებით და მრგვალი მაინც ინარჩუნებს იმ სიმრგვალებს, მით უმეტეს თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მაღალ პროფილზე. ანუ შეგვიძლია აი ეს ნახეთ, ესე რომ დაიჭიროთ, ხო, ჩვეულებრივად, ის მეტად ინარჩუნებს შევსებულ ზედაპოლუსს. კი, ბატონო. აქ ზედაპოლუსი თხელდება და პრაქტიკულად ხდება ანატომიური. მითია თუ რეალობა ანატომიური იმპლანტის ამოტრიალების საშიშროება უფრო დიდია, ვიდრე მრგვალის ოჯახიან და ერგონომიქსზე მგონია რომ მაგის საშიშროება საერთოდ არ არის, იმიტომ რომ უშუალოდ თვითონ მოძრაობს. არა, აქ იცით რა მომენტია? სტატისტიკურად ტრიალდება ყველა იმპლანტი და ყველა იმპლანტი ტრიალდება ერთნაირად. მრგვალი იქნება თუ ანატომიური, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მრგვალი იმპლანტის აი ესეთ სივრცეში დატრიალებას თვალი ვერ გრძნობს, ანუ ფორმას არ ცulis, რომ ის არის მრგვალი. როგორც გინდა დააყენე ის, ფორმა იქნება ერთნაირი. მრგვალის დატრიალება კლინიკურად მარტო აი ესეთ დატრიალებაში გამოჩნდება. და ანატომიური იმპლანტი აი ესეც დატრიალებაზე გვაძლევს რაღაცა ფორმის ცვლილებას. მხოლოდ ეს არის, თორე რეალურად თუ ჩვენ შევხედეთ, რამდენად ხშირად ტრიალდება ისეთი თუ ასეთი იმპლანტი, ჩვენ რეალურ სტატისტიკას ვერ დავწერთ, იმიტომ რომ მრგვალის დატრიალებაზე, ხო, კლინიკური შემთხვევები აღწერილი არ არის. პაციენტი ვერაფერს ვერ გრძნობს და როგორ უნდა მიხვდეს ის დატრიალდა თუ არა. თუ არ ამობრუნდა. აჰა, ძალიან საინტერესო. ხო. რა განსხვავებას ხედავთ საბოლოო ესთეტიკურ შედეგში? მე როგორც ქირურგი და ძველი თაობის ქირურგი, ეგრე შეიძლება ვთქვათ, ყოველთვის მჯერა, ვიცი, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე და ყოველთვის მაგას ვიძახი და დღესაც ვიტყვი. აი, არსებობს იმპლანტის ხარისხი, ეგრე ვთქვათ, და არსებობს ქირურგიის, კონკრეტულად ქირურგის ხარისხი, ხო? იმ ადამიანის, ვინც ასრულებს ოპერაციას. ორივეს აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ნებისმიერი ოპერაციის დროს ქირურგის გამოცდილება, ქირურგის ცოდნა და ქირურგის ნიჭი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმპლანტი. თავისთავად. და მეორე, ჩვენ როგორც ქირურგებს გვიყვარს, ეს არის სიყვარული, მართლა. გვიყვარს კარგი, ხარისხიანი ქირურგიული იარაღი, რითიც მუშაობთ ჩვენ. გვიყვარს კარგი, ხარისხიანი იმპლანტები, რითიც ჩვენ მუშაობთ და კარგი, ხარისხიანი ყველაფერი, წამალი, შესახვევის მასალა და ასე შემდეგ. ეს ადამიანს უნდა გვიყვარდეს, რომ პლუს შენი საქმეთი მიიღო საბოლოო კარგი და მშვენიერი შედეგი, რომელიც ყველას უნდა მოეწონოს, ჩვენს და პაციენტს. ბატონო საშა, პაციენტების უკუკავშირიც რომ გაგვიზიაროთ, აი როგორია მათი უკუკავშირი, როდესაც უკვე შედეგებს ხედავენ, მათი რეაქციები? ნუ ქალბატონები მოდიან სიყვარულით,
რა ვიცი, ძალიან ბედნიერები არიან თვალებში პაციენტი რო შემოდის ოპერაციის შემდეგ, თქვათ, ერთი თვის მერე ან სამი თვის დაბარებული კონტროლზე, ხო? სანამ შემოვა თვალებში ეტყობა. ამ თავდაჯერებულობა კი, და ბედნიერება. იცვლება ადამიანი. სხვათა შორის მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა ოპერაცია, შეიძლება ძალიან უნიშნელო რაღაცა კონდეს გაკეთებული. ეხლა კონკრეტულად ძუძუზე კი არ ვლაპარაკობთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ბედნიერი პაციენტი მაინც ბედნიერია. აი შეიძლება პატარა რაღაცა კონდეს გაკეთებული, მაგრამ იმდენად კმაყოფილია, იმდენად მოსწონს, რომ საერთოდ გვეუბნება, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა და როცა იკეთებენ ყველაფერს ერთდროულად და იცვლიან, ვთქვათ, ზომას, ფორმას, ძუძუს, სხეულს, სახეს, იქ საერთოდ სხვა ადამიანი მოდის და ხშირად ვერც ვცნობთ ხოლმე, სანამ არ გვეტყვის, რომ აი მე ისა ვარ, ის გავიკეთე. გქონიათ შემთხვევა, როცა პაციენტმა თავად მოითხოვა მოტივას იმპლანტები? კი, ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მომენტი, მით უმეტეს აქ მუშაობს ის, რომ არის ახალი, აქ მუშაობს ის, რომ გაწეული, ვთქვათ, რეკლამა აქვს ამ იმპლანტს, პაციენტები კითხულობენ, ინტერნეტში შედიან, სხვადასხვა პაციენტებს აზრებს კითხულობენ, რა ვიცი, ჯგუფების ჩატებს კითხულობენ, ანუ ძალიან ბევრი საშუალება დღეს არსებობს იმისთვის, რომ პაციენტმა თვით მიიღოს ინფორმაცია არა ექიმისგან მაგალითად ობიექტიური წყაროებიდან რაც მთავარი იყოს ეს ღებულობენ ინფორმაციას და მოდიან და ზოგი რადიკალურად მეუბნება რომ მე მინდა მარტო მოტივას იმპლანტი. ზოგი მეუბნება რომ მე აი ძალიან ბევრი რამე გამიგია მოტივაზე და რას მირჩევთ და ნუ საბოლოოდ ჩვენ გვიჯერებენ, მაგრამ ძირითადი ვინც მოდის კონკრეტული ბრენდის რა ქვია სურვილით ის თუ იძახის რომ მოტივა მინდა, იმას უკეთებთ მოტივას რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა. ხო, მეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოვიძიე მოტივას იმპლანტებზე და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მეც ინოვაციებს მივესალმები და ჩემთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სურვილი იყო მკერდის ოპერაციის გაკეთება და ძლივს დავძლია ჩემი შიშები და 24 დეკემბერს გავიკეთე მკერდის გადიდება. 325 მილილიტრის იმპლანტი ჩავისვი ერგონომიქსი და ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვათა შორის ერთი თვე გავიდა ზუსტად და შედეგიც მშვენივრად არის რეაბილიტაციის. კი, ეს არის სასწაული ოპერაცია, როცა შედეგი დგება ერთ წამში საოპერაციო მაგიდაზე, ჩვენ მაგას ვხედავთ. მაგას არ ჭირდება, აი როგორც ნებისმიერ სხვა ოპერაციას ცხვირს მაგალითად ცხვირი გაკეთებული და გადაღებული სურათი საოპერაციო მაგიდაზე არასოდეს არ დაემთხვევა იმ თქვათ 1 წლის და 2 წლის საბოლოო შედეგს, ხო? ეს პირობითი შედეგია. რაც შეეხება ბანალურ სტანდარტულ ძუძუს აუგმენტაციას იმპლანტით, შედეგი ჩანს საოპერაციო მაგიდაზე. ეს აი ერთადერთი ოპერაცია, როცა შედეგი პრაქტიკულად არ იცვლება. მით უმეტეს თუ იმპლანტი კარგად არის ადეკვატურად შერჩეული და ადეკვატურად ჩასმული იმ ჯიბეში, როგორც უნდა გაკეთდეს, აი აქ უკვე არის ის ქირურგის მომენტი, რასაც ჩვენ ვილაპარაკეთ წინაზე. მაშინ ყველაფერი კარგად არის. სტანდარტული რეაბილიტაცია ისიც მითია, რომ რაღაც სასწაული ტკივილები, არა, პირველი 3 დღე საერთოდ როგორც ჩვეულებრივი ნებისმიერ აი კბილს რო ამოიღებ და დაპლომბავ, რაღაცა 3 დღე ვერ იქნები კომფორტულად. იგივე 3 დღე დისკომფორტი, მერე ჩვეულებრივი ცხოვრება. ერთადერთი დაგიდასტუროთ როგორც პაციენტი. კი, ნამდვილად ეგრე. ერთადერთი რაც შეიძლება მაგალითად სოციალურ ცხოვრებაში იყოს დისკომფორტი, ეს არის კომპრესიული იმის კორსეტის ტარება. ნუ ისიც არაფერი არ არის თქვენ ახლა მაგას დაგვიდასტურებთ ნამდვილად. კი ბატონო, მე რო გამწარეს მაგ დღესვე სამსახურში წავედი და ჩვეულებრივად მოძრაობდი. უბრალოდ ერთადერთი დისკომფორტი ეს იყო, რომ ნუ კორსეტი მეცვა. სხვა ისეთი არაფერი განსაკუთრებული. რას ურჩევდით პაციენტებს, რომლებსაც ოპერაციის ეშინიათ ან სხვა დაბრკოლებები აფერხებთ? ოპერაციის შიში ესეც ძალიან ბუნებრივი ამბავია. რანაირი ყოჩაღი გოგო შენ ძალიან შვენიერი ადამიანი ხარ, გამბედავი ხარ, თან მე მიყვარს ეგეთი ადამიანი, ვინც გაანალიზებს ყველაფერს და ისე გადადგამს ნაბიჯს. მაინც რაღაცა შიში გექნებოდა, ეს ბუნებრივია.
საოპერაციოში რო შედის უცხოა და ეს ჩვენთვის საოპერაციო არის ეკლესია, სადაც ჩვენ შევდივართ და 24 საათი იქ ვატარებ. ნორმალური ადამიანის კლინიკაში შესვლა მაინც საავადმყოფოა, მაინც მიუხედავად იმისა, პლასტიკურ ქირურგიის კლინიკაში საერთოდ არც არის საავადმყოფოს სუნი და ისეთი გარემო უნდა იყოს, რომ პაციენტმა იგრძნოს კაი სასტუმროში ან მეგობრულ გარემოში, მაგრამ მაინც არსებობს ეს და შიში ბუნებრივია. არის შიში და არის შიში. აი, სასწაულად პრობლემური თემა არ არის ეს და მე უნდა ყველას უთხრა, რომ დღეს თანამედროვე პრეპარატები გვაქვს, ყველაფერი პირობები გვაქვს იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად გაიაროს აი ამ წინასაოპერაციო მომზადებამ, თვითოპერაციამ და რეაბილიტაციამ. მე საერთოდ ძალიან მომწონს როცა პაციენტი, შენ შემთხვევაში ეს არ იყო, ეს გასაგებია რატომაც ვერ იქნებოდა, მაგრამ მე მიყვარს როცა პაციენტს ვაძინებთ პალატაში და აი ეს მომენტი რომ შედის საოპერაციაში, მას არ ახსოვს. იღვიძებს. მე პირდაპირ live chat-ვით შევედი. ხო და მაგიტომაც ზუსტად ეხლა ველოდებოდი მაგ ახსნას, კი. ნამდვილად ამიტომაც თქვი რომ შენ შემთხვევაში ეს ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ შენ გინდოდა ესე და ესე გააკეთე, თორე ძალიან კომფორტული გზა არსებობს, პალატაში იძინებს, იმავე პალატაში იღვიძებს და არაფერი არ ახსოვს. აი დღევანდელი პრეპარატები ისეთია, რომ არაფერი არ ახსოვს, საერთოდ როგორ დაიძინა, ვინ ელაპარაკებოდა და გაღვიძების მომენტშიც ბევრი რაღაცები ავიწყდებათ და აი ჩვენ რო ისე ვილაპარაკეთ მეხსიერების თემაზე, ხო, ოპერაციის მერე. ეს ზუსტად ის პრეპარატების მოქმედებაა, რომ რამოდენიმე დღე შეიძლება პაციენტმა დაგისვას ერთი და იგივე კითხვა, შენ პასუხობ, მეორე დღეს ისევ გეკითხება, იმიტომ რომ არ ახსოვს ნამდვილად. ანუ აი ეს მომენტი ძალიან კარგია, ეს რამოდენიმე საათი და შეიძლება 1-2 დღე გაგრძელდეს მაქსიმალურად, მაგრამ ძალიან კაი კომფორტია. ხსნის შიშს იდეალურად. კი, მე სწორედ ამიტომ ვცდილობ, რომ ყველაფერი პირადად ვაჩვენო და გავუზიარო საკუთარი გამოცდილება, ზუსტად იმიტომაც ჩავრთე ჩემს ოპერაციაზე სრული ვიდეო ჩართვა, მაგიტომ იყო, რომ ყველა ქალს მინდა ვაჩვენო, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის და როცა საკუთარი თავის გაუმჯობესება, ასე ვთქვათ, უნდათ და რაღაც, შიშები ვერაფერს ვერ დააკლებს და ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეუძლიათ, რომ დაძლიონ ეს შიშები, თუნდაც ჩემს მაგალითზე. დაგვიტოვოთ შეკითხვა შემდეგი სტუმრისთვის, თუ შეიძლება. იმპლანტებთან დაკავშირებით? როგორც გაგიხარდებოდ, შეგიძლიათ ცხოვრებისეული კითხვა იმპლანტებთან დაკავშირებული ან პლასტიკურ ქირურგიასთან, როგორც თქვენ მოგესურვებათ, შეზღუდულები არ ვართ. ფილოსოფიური შეკითხვა მაშინ. ისეთი ფილოსოფიური შეკითხვა, რომელიც ეხება საერთოდ ცხოვრებას და ამ ცხოვრების ნაწილს პლასტიკურ ქირურგიას, ხო? რომ კონდეს ადამიანს იმის საშუალება, რომ დაბრუნდეს ბავშვობაში, რომელ ასაკში დაბრუნდებოდით და დაიწყებდით ახლიდან ცხოვრებას, არ ვეკითხები იგივენაირად გააგრძელებდით თუ არა, ეს პერსონალური საქმეა, მაგრამ გახდებოდით თუ არა ისევ და ისევ პლასტიკური ქირურგია, ეს მეორე კითხვა. ძალიან საინტერესოა. ასაკი დაბრუნების და ჩვენი სპეციალობის არჩევა. ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო გამოვიდა და დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ და წარმატებები. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოტოვოთ დარგის ექსპერტების შეხედულებები და რჩევები პლასტიკურ ქირურგიაზე.